ახლა უნდა ჩავწერო ვიდეო ბლოგი, რომელშიც გავაცამტვერებ, გავანაცარტუტებ პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავის მხრივ დღეს დილით 9 საათი არ იყო, ან 10 საათი არ იყო, არ ვიცი როდის ნაფიქრი, მაგრამ ჩემი მოსაზრებით FSB-დან გამოგზავნილი ტექსტი გადმოაქართულა და საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. თუ FSB-დან ეს ტექსტი არ იყო მოწოდებული, მაშინ მთელი ღამე გაუთენებია პრემიერად წოდებულ ირაკლი კობახიძეს და მაინც ვურჩიოთ, რომ ხანდახან მაინც წასწვლის ხოლმე, მიუზინოს ხოლმე, რომ იქნება და მეორე დღეს ცოტა ადეკვატური იყოს. თუ მისია ეს ტექსტი, კვლავ ვიმეორებ, მაშინ მთელი ღამე გაუთენებია. მაგრამ მე რომ ჩავწერო ახლა ჩემი მოსაზრებები რომ შემოგთავაზოთ ამ ბოდვის, მორიგი ბოდვის თაობაზე და ესე კვალიფიციურად, მაღალ კვალიფიციურად აბზაც, წინადადება, სიტყვა, რომ გავყვე მის ცოდვილარს, ალბათ ბევრ თქვენგანც ეს არ დააინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი 20, 25, 40 წუთიანი გამოვა ვინც ის და ეს ვიდეო ბლოგი და მეორე არავის აინტერესებს საბოლოო ჯამში კრიტიკა მაღალ კვალიფიციო, ამიტომ გარდაულად აუცილებელია ფორმის შერჩევა და ისე გაკრიტიკება ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძისა. გარდა ამისა, ესეც მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით. გარდა ამისა, ალბათ ნაწილობრივ მაინც სწორია შემოთავაზებული რეკომენდაცია, სხვათა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაცია, რომ მოდი ნუ ვართ რეაქციის რეჟიმში. იქნება და იმათმა ბანდახელისფერმა აქეთ გზდიოს, აქეთ უნდა გზდიოს, გამოგვეკიდოს ჩვენ შევქმნათ დღის წესრიგი, აჯენდა, ჩვენ შევქმნათ ამბავი და მე ამ ბანდახელისფრების წარმომადგენლებმა, მათ შორის ირაკლი კობახიძემაც გვიპასუხოს, ისახვეს ჩვენს მიერ შექმნილ საინფორმაციო ნაკადებს თუ საინფორმაციო მნიშვნელოვან ამბებს. მაგრამ მეორე მხრივ ისიც რა არის, რაღაცა პრემიერ-მინისტრად წოდებულია, ხანდახანზე ხშირად ვერ ასცდები ხოლმე მათი ნაცოდვილარის გაკრიტიკება, განაცარტუტებას, თქვენის ნებართვით ვიტყვი ასე. ამიტომ მოდი დღესაც დავუთმოთ და იქნება ფორმა მოვიფიქროთ, დღესაც დავუთმოთ კრიტიკას ირაკლი კობახიძისა გარკვეული დრო და გავანაცარტუტოთ და ფორმად შევარჩიოთ, აგიგითხარით. და დავიწყებ თქვენის ნებართვით ასე. მის მშობლიურ ენაზე. Sudat flops albat, მაგრამ მაინც. Врет, он аферист, он Ираклий Георгиевич, говоря, Кобахидзе на самом деле лгун, ну матхуა რაკაცი. და ყველაფერი რაც დღესაც დამატებით შემოგთავაზა მან. ეს არის ტყუილი, ერთი დიდი ტყუილი, აქა-იქ ამ ტყუილში შესაძლოა მცირეოდენობით, მაგრამ სწორი ამბებიც არის მოთხრობილი, რაღაც სწორი აქცენტებიც არის გაკეთებული, მაგრამ KGB და FSB ისი FSB-ა რომ ყველაფერი ტყუილი რომ გითხრას, ბუნებრივია არ დაიჯერებ. ამიტომ KGB-ს და FSB-ს მეთოდია რომ 100 ამბავი უნდა გითხრას, ან ერთ ტექსტში 100 ამბის თაობაზე უნდა მოგითხროს და პირობითად მე-18, 27, 35, 58, 67 და 98 აქცენტი, 5, 6, 7 აქცენტი 100 ამბიდან იყოს ტყუილი იმ ყველაფერს დანარჩენს რომ დაიჯერებ პირველ 17-ს, პირველ 25-ს თუ პირველ 97-ს, რომ დაიჯერებ და ნდობით რომ განიმსჭვალები თხრობელის მიმართ, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე იგულისხმება, მე უკვე შემოგეჯერება, გინდა არ გინდა, ის ერთი ტყუილი, რომლისთვისაც დაიწერა საბოლოო ჯამში ეს ტექსტი. თუმცა ამ ტექსტში განაცარტუტებელ ტექსტში, აქ იგითხარით, ერთი ტყუილიც არის, ორიც და ყველაფერი ტყუილია პრინციპში, თუმცა კვლავ ვიმეორებ, რომ ერთი ორგან შეიძლება რაღაცა ჭყალებში მოიწონო კიდეც. მაგალითად, შეიძლება მოიწონო. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ ფსევდო-ლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, როდის იფიქრე ამ წინადადებაზე. Когда ты думал об этом, Ираклий Георгиевич, როდის იფიქრე ამ წინადადებაზე, ირაკლი კობახიძე მიმართავ ახლა.
კარგი, აი ხა აღარ გავყვები რომ ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა. უმნიშვნელო თემებზე ყურადღებას არ ანაკლებად გავამახვილებ. როგორც მოგეხსენებათ, აგრძელებს კობახიძე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, ნახეთ უკვე ძახილის ნიშანი დასვა, გამოძიების, გამორკვევის, პოლიტიკური შეფასება გვაახლა გამორკვევის გარეშე, გვაახლა ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულიო აპრიორი განაცხადა და უკვე ჩაუდო ისედაც მის ტვინ გამორიცხილ ამორჩეულთა ნაწილს ეს ყალბი და ტყუილი ნარატივი. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. ნახეთ, ტყუილია ბატონო. 93 წლის 27 სექტემბერს დაკარგა საქართველოს აფხაზეთი დროებით. ანუ სოხუმიდან წამოვედით. 20% არა, 19 უხეშად 64% დაიკარგა მაშინ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონისა. 2008 წელს რუსეთმა უბრალოდ განაგრძო ოკუპაცია. 20%-ის ოკუპაცია 2008 წელს არ მომხდარა, ანუ აგვისტოს ცხელდღეებს. სხვაშორის ეს ძალიან საინტერესო დეტალია. დღეს 4 აგვისტოა. 7 აგვისტოს და თუნდაც ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმოდგენით 8 აგვისტოს დაიწყო ომი. რუსეთი შემოიჭრა თუნდაც 8 აგვისტოს და 3-4 დღით ადრე რატო აკეთებს ამ განცხადებას? ამ ნალოლიავებს რატომ გვაცნობს ირაკლი კობახიძე? იქნება და იმიტომ რომ 7-ში იქნება თუ 8-ში უარესი განცხადების გაკეთება. და ოღონდაც კი აამბოს საკუთარ FSB შნიკ პატრონებს, ივანოვებს, პეტროვებს, სიდოროვებს და კრეფსითად პუტინებს, პუტინის ფრთებქვეშ მოქცეულ FSB შნიკებს და მანამდე ომის დაწყების თარიღამდე 3-4 დღით ადრე უკვე გვაცნობს იმას, რაც ერთგვარი პრელუდია, ერთგვარი პროლოგია, ერთგვარი შესავალია ვინისის და იმიტომ რომ უკვე 7-სა თუ 8-ში გვითხრას კიდევ უფრო, გვამცნოს კიდევ უფრო ძიმე ეგრეთ წოდებული ანალიზი და კიდევ უფრო მძიმეს ქართული სახელმწიფოსათვის მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს ჩვენს ქვეყანას. მოკლედ, ისევ თემას რომ მიუბრუნდე, ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა, ოკუპაცია როგორც ასეთი. პირველი ტყუილი გამოვიჭიროთ, ხო, კობახიძე ბანდიტი, რეალურად ოკუპაცია მოხდა 90-იან წლებში, უბრალოდ დამატებითი ტერიტორიები მიისაკუთრა რუსეთმა როგორც აგრესორმა. ხარებ ეს არ არის ყველაზე მძიმე და ყველაზე არასწორი შეფასება ამ ვრცელი ტექსტისა. კვლავ ვიმეორებ, აქა-იქ ამ ტექსტში შეიძლება სიმართლის ნასახის მარცვალის მოლეკულის ატომის კი აღმოაჩინო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძე თავიდან ბოლომდე მართალია on lgun, on аферист и на самом деле он служит интересам Российской империи. Матхуара, ის აფერისტია და რეალურად ის სწორედაც რომ რუსეთის იმპერიის ინტერესებს ემსახურება. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა. ვერ შეედავები, მათემატიკას ცოდნია ირაკლი კობახიძეს, თუმცა მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და 10,000-ობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია, ამჩნევია. კი ბატონო, დავეთანხმოთ, სწორია, განა არა. მაგრამ ამისთვის არ დაწერილა ეს ტექსტი, რომ ეს წინადადება ჩაეწერა, ეს შეეძლო შეეკეთებინა 5 დღით ადრე, 5 თვით ადრე, 8 თვით ადრე. კი ბატონო, ნებისმიერ საჯარო გამოსვლაში ან სხვა შემთხვევაში, მაგრამ სხვა ტექსტი გაეცნო ჩვენთვის, მაგრამ ეს არ გაუკეთებია სწორედ 4 აგვისტოს, იმისთვის რომ 7-8 აგვისტოს სხვა რამ თქვას, ამას ამბობს ამ სიმართლეს ბჭყალების გარეშე ამ შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412, ვერ მიედავები, 413 ან 411 კი არა, 412 დაიღუპა, 2222 კი დაიჭრა. მშობლიური კერაიზულებით დატოვა 30,000-მა ჩვენმა მოქალაქენцо და მეტმა. საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება, კი ბატონო, მაგრამ 90-იან წლებში 120 კი არა, 1000-ობით ჩვენი დასახლება აღმოჩნდა. იმაზე მაშინ ხომ შევარდნაძე იყო მმართველი, დიდოსტატად მიჩნეული კობახიძის მამის მიერ, ხო? იმაზე კი არ ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ, ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. აბსოლუტურად ესეა, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატ შეწირული ეროვნული ინტერესები დგას. აი აქ
უმნიშვნელოვანესი სიტყვა ღალატს შეწირული საკვანძო სიტყვა ამ აბზაცისთვის ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ჩაეწერა დანარჩენ სტატისტიკას ან ციფრებს რო ასახელებს ეს მეხუთეხარისხოვანია მისთვის აფერისტი კობახიძისათვის დიახ აქ უნდა ეს უნდა ჩაეწერა ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესიო და ამიტომაც დაწერა ეს აბზაცი. საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე აგვისტოს ომი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა და მისი მომდევრებისათვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. ერთი წუთი. მე ესე ვიცოდი აქამდე, რომ ნაციონალური მოძრაობა თავადაც ამბობდნენ, ანუ არა მარტო მე ვიცოდი, არამედ ასეც იყო რეალურად და თავადაც ამბობდნენ, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე მანამდეც რასაკვირველია, მაგრამ მაინც განსაკუთრებით გაღვივდა ეს ანტირუსული განწყობები ჩვენ საზოგადოებაში და სწორედ იქო და ესენიც ასე ამიტომ ასე ამბობდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ რუსეთთან ურთიერთობა გამოსასწორებელია, სწორედ იმიტომ, ან მათ შორის იმიტომ, რომ ნამეტანი ანტირუსული ისტორიაო მოწყობილი ჩვენ საზოგადოებაში და ახლა კობახიძე სრულიად საპირისპირო 180 გრადუსით მოტრიალებულ შინაარსსა ნარატივსა გვთავაზობს. რადიკალური განწყობების საფუძვლად 2008-2012 წლებშიო არ იქცა ეს ოკუპაციაო. რეალურად პირიქით მოხდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ ნაციონალური მოძრაობას რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნეს საქმიანობისათვის იწვევდა. რა საოცარი ამბავია აფერისტი კობახიძის მიერ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ პრინციპში თავიდან ბოლომდე მოუშრიალა ველი, ასე მოუსუფთავა ველი ბანდიტურ სახელმწიფო რუსეთს უკვე დღეს და ახლა განსაკუთრებით სწორედ უკრაინაში ომის გაჩაღებიდან და აქეთ ან იქით ედავება ნაციონალურ მოძრაობას ან წინა ხელისუფლებას უფრო ზუსტი რომ იყო ტურისტული მოგზაურობისათვის და ბიზნეს საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმენი შენ რუსეთსო ჩემი შენ გითხარიო ქვია ამას თუმცა გულახდილით რომ ვიყო თქვენს წინაშე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა არც 8-12 და არც 8 წლამდე თლად იდეალისტური არ იყო. მე ამ ნაწილის ნაწილში შეიძლება დავეთანხმო კიდეც ოხრსაოცრება ვირაკლი კობახიძეს გარკვეულ შემთხვევებში მართლაც გაცილებით რბილი იყო პოლიტიკა რუსის მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმის სალსახა ამახვიდებს ყურადღებას კობახიძე უვიზო რეჟიმის სალსახა ძალმხრივად გახსნა და სხვა რაღაცა შეღავათები რომლებიც 8 წლის შემდეგ დააწესა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო პრინციპში ობამას პოლიტიკის ადმი აყოლა 2009 წლის მარტის თვეში ობამამ გადატვირთა რუსეთთან ურთიერთობები ვაგლახ და სამწუხაროდ. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღებავებად. ჰუმანიტარულზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ 2008 წლის ნოემბერზე თუ არ ვცდები და მაშინდელი ministr გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე რომ რაღაცა აღარ მახსოვს უბრალოდ ვის წერს კულტურის მინისტრის მოადგილეს გვარი არ მახსოვს იმ კაცისა რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილეს წერს რომ აი ხალხთა შორის მეგობრობისთვის გარდაულა დაუცილებელია რაღაცა კულტურული კავშირების შენარჩუნება და კულტურულ კავშირებზე დაშენება ურთიერთობებისო იმხანადაც Facebook-ი კი არ იყო, მაგრამ მაინც საშუალებაც ჰქონდათ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებდა პროცესებს, ჩვენ გრიგოლ ვაშაძე კონკრეტულად მინისტრი, ან ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იმ პოლიტიკის გამო, რასაკვირველია გავაკრიტიკეთ ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ იმხანად ქართული ოცნების მომხრეების, ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების პირობითად 90% უკაცრავად სიტყვისთვის და უძორებოდა ნაციონალურ მოძრაობას. 90 თუ არა 70 მაინც ხოლმე ირაკლი კობახიძე საერთოდაც წყალპირში წყალჩაგუბებული იყო ბიზინა ივანიშვილის არ იყოს მათ შორის ამგვარ პრობლემებზეც არ ნუ გამოიყვანს ახლა ირაკლი კობახიძე რომ აი ახლა იბრძოდა თავისუფლებისთვის და ანტირუსულ განწყობებსა აღვიებდა არც ის დაგვავიწყდეს რომ მამამისი გიორგი კობახიძე ბურჯანაძის ანუ ყველაზე პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმხანად ყველაზე პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და როგორ გველაპარაკება ანტირუსული განწყობების არარსებობაზე
იმ ოჯახის შვილი, რომლის უფროსიც, ანუ გიორგი გია კობახიძე, სწორედ პრორუსული განწყობების დანერგვის მომხრე იყო ამ საზოგადოებაში. სტრატეგიულ სექტორ, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ცალკრივად გაუქმება. ამ უკანასკნელზე გითხარით, რაც შეეხება რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, მათი სალაპარაკო რა და მათი სალაპარაკო ეს ყველაფერი არ არის, ბევრი მიზეზის გამო შემიძლია დავასახელო რამდენიმე ერთეული რუსული სახელმწიფო კომპანია, რაოდან დაწყებული და სხვა კომპანიებით გაგრძელებული, რომლებმაც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გაიხარეს. შეეხება მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებაში დიახ იყო პრობლემები ამგვარი და ამიტომაც აკრიტიკებდნენ ისინი სწორედ, ვინც დღეს ქართული ოცნების თვის მტრად არის მოკიდებული და ქართულ ოცნებას აკრიტიკებს ძალიან. ესეც უნდა აღვნიშნოთ. შეგახსენებთ, რომ არც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათი მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს და ირაკლი კობახიძეს სად გამოუხატავს, გია ვოლსკის სად გამოუხატავს, თეა წულუკიანს სად გამოუხატავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად გამოუხატავთ ადამიანებს პროტესტი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში არიან, ან ქართულ ოცნებასთან არიან, აი გოგა ხაინდრავა სად გამოხატავდა. ასე მაგალითად კი არ გადავეკიდე, მაგრამ მაინც განვაგრძოთ, ბოდიშ ვიხდით ტექტიკური შეფერხებისთვის მიზეზთა გამო შევფერხდით. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელთა და მათი მომხრეთა სისულელეები. უყურეთ, მე აგრძელებს, მეტიც ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმნენ დღევანდელი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და მიშამ შვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს. მე არ მახსენდება, გულახდილად გეტყვით, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ჰქონდა. ეს იყო შეცდომა, მაპატიებს თითოეული მათგანი გამახსენდა ეს ზურაბ ჯაფარიძე ნაკლებად, მაგრამ და ელენე ხოშტარიას პრინციპში და მოკლედ რუსულ ფულს სუნი უდის. თუ მაინც და მაინც ამის გაგონება უნდა, ამის თქმა არის აუცილებელი. დიახ, რუსულ ფულს სუნი უდის, ვისაც არ უნდა ეთქვა, რომ სუნი არ უდის, რუსულ ფულს სუნი, პოლიტიკური სუნი. ასე ვიტყვი, ედის და რუსეთთან საბაჭრო ეკონომიკური და კულტურული კავშირების გარღვევებას. რუსეთთან საბაჭრო ეკონომიკური კავშირების გარღვევა და კულტურულიც კი მე ჩემი აზრით პრობლემაა, გულახდილად გეტყვით. მაგრამ რუსეთზე თავიდან ბოლომდე ჩამობღაუჭებაა დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა. საბაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აღებიცემობა და ოკუპანტთანაც კი შეიძლება გქონდეს. დაჟებეთ კი კინაღამ წამომწდა. კულტურული არ უნდა გქონდეს, მაგრამ აი რაღაცა ლოგიკით ვიღაცა იტყვის, რომ შეიძლება გქონდესო. მაგრამ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოაბღაუჭა პირდაპირ მნიშვნელობით საქართველო დამოკიდებული გახადა საქართველო რუსეთზე. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და ბიძინა ივანიშვილი დამფუძნებელი მამა როა თქვენი რას აკეთებს იმ ხანად 2008-დან 12-მდე თუნდაც რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ამაზე პასუხს რატო არ გვცემს ანტირუსული განცხადებებით გამოირჩევა საჯარო სივრცეში გამოდის 2011 წლის ოქტომბერში რომ წარს დგა საზოგადოების წინაშე იქიდან 15 წელია გასული და რამ ერთი ანტირუსული განცხადება გაუკეთებია რომელიმე ერთ ჯერზე მაინც ფაქტია რომ ეს პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური ბოდვა რომლებიც გარედან მართულ აგენტებად ანუ გარედან მართული აგენტები რუსეთიდან მართულ აგენტებად კი არ მოგვიხსენიებს ეს ხო სიგიჟე იქნებოდა დასავლეთის აგენტებად მიგვიჩნევს ხო პირველ პირში ვიჭყვი ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ აი ახლა მე გეტყვით მე ვარ რადიკალური ძალის არ მინდა თქვა ლიდერი მეთქი მაგრამ ერთ-ერთი არ არის იგითიან რიგითი წარმომადგენელი მე ვარ პირი რომელიც ამბობს რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა ვერ დამარცხდება ლოიალური ან კონსტრუქციული კრიტიკით, მასთან დებატებში შესვლით, შუბლზე ძარღვგაწყვეტილია ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა ქართული ოცნებისა. ამიტომ მე ვარ რადიკალური, აი თუ მაინც და მე რადიკალიზმი როგორც ასეთი, ვინ დაშალ და ვინ ვის დაუშალა, თავარია კანონი არ დაარღვიო. მათ შორის მათ ამ ბანდიტების მიერ
ბანდიტების მიერ შექმნილი უკანონო კანონებიც რომ რაღაც საბაბი არ მისცე, თუმცა ეს ხანდახანზე ხშირად ჭირს კიდეც ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან და მოქალაქეებისათვის, ვინც იბრძვიან თავისუფლებისათვის. არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით, გარე ძალების ინტერესი არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესი. ანტირუსულ აგრესიას 2008-12 წლებში არ შეუწუხებია, ვინ გითხრათ? რომ არ შეუწუხებია ანტირუსულ, ვერ გავიგე. ანტირუსული აგრესია არ ყოფილაო და ეხლა საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული. ანტირუსულ აგრესიას 2008-12 წლებში არ შეუწუხებია ეს ადამიანებიო და თავიდან ამბობს, რომ ყოველთვის მე ესე ხვდები, რომ არ ყოფილა ანტირუსული განწყობებიო 8-12 წლებშიო. ეხლა ამბობს, რომ ანტირუსულ აგრესია არ ვიცი. ბოდავს მეთქი რო გეუბნებით, ხო? ბოდავს და ზმანებებშია არ ვაჭარებ. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. სხვაშორის კარგი განცხადება, 14 წელს გულისხმობს სავარაუდოდ პირველ შეჭრაში. ეს კარგი პასაჟია, მაგრამ ესეც FSB-ში ნიკურია, მეთქი ამას თუ ვიტყვი, არ იქნება გასაკვირი. იცით რატომ FSB-ს აკი გითხარით, აქვს ეს მეთოდი, რომ 100 პასაჟიდან 5 არის FSB-ში ნიკური, 95 არის სწორი, ეს არის სწორი, რომ შენ ენდო ამ შემთხვევაში კობახიცის თქმელს. აშკარაა, რომ გლობალური და ისევ სიგიჟე, გლობალური ომის პარტიის სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. ვერ გავიგე, რუსოფობია თუ არ ქონდა ნაციონალურ მოძრაობას, ეს კარგი იყო თუ ცუდი? ცუდი იყო ამბობენ და ეხლა ამბობს, რომ რუსოფობია უნდა გაეღვივებინაო და ვერ გავიგე, მაშინ არ იყო გლობალური ომის პარტია, ახლა არის გლობალური, ვერაფერი ვერ გავიგე. ბოდავს ხალხო. ღამეებს ათენებს, FSB-სთან ათანხმებს ტექსტებს, ან გამზადებული ტექსტები მოზდის და ბოდავს. კიდევ ერთხელ გასაგებად რო განმარტოთ, ანუ თავადაც მიხვდა, რომ გასაგებად ვერ განმარტა აქამდე. უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი, არც 2008 წლის ომამდე. აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ 2008 წლის ომამდე რიტორიკა იყო რუსოფობიური და რუსეთისთვის ეს იყო საბაბი, რომ შემოჭრილიყო. ამას თავადვე ამბობენ, რამდენადაც რიტორიკა პოლიტიკის ნაწილია. და ახლა თურმე ანტირუსული არ ყოფილაო, რუსოფობიური არ ყოფილა რიტორიკაო. ჩამოყალიბდით. აპრიზილიწის ირაკლი გიორგიევიჩ. სპეციალურად ვამბობ რუსულად, მის მშობლიურ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსულს ალბათ ცუდად ფლობს, მამამისის მშობლიურ ენაზე, ან ამ პარტიის დამფუძნებელი მამის მშობლიურ ენაზე. ვამბობ სპეციალურად ამას. ამის შემდეგ, არც 2008 წლის ომამდე, არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა საქმე უშუალოდ მათ ფორმალურად მაინც სამშობლოს ეხებოდა. როდესაც რუსულ ოპერაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, ნახეთ, სწორია, ნდობაში შემოდის, აი ანწუხელიძე გვიხსედა, იმიტომ რომ აშკარად წააგეს მაშინ კამპანიაც და ყველაფერი და რა ვიცი, PR-ში წააგეს თუ გეუბნათ ასე, როცა ანწუხელიძესაც კი შეუტიეს. ახლა ანწუხელიძე ისევ გააგმირეს, ოღონდ გმირად არ მიაჩნიათ ანწუხელიძე, მათთვის ზედმეტია ანწუხელიძის გვარი, ანწუხელიძის პიროვნება, ცოცხალი ანწუხელიძეების პიროვნებების ხსენება, ასაკვირველია, მათთვის ნერვების მოშლია. 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე, როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც არ ჰქონია. რუსეთის მიერ, ანუ ნახეთ, აი აქ უკვე ჩაარტყა, რუსეთს ფიქრადაც არ ჰქონია მანამდეო. და კი მაგრამ რატო შემოიჭრა? ან ვინ გითხრათ, რომ რუსეთს ფიქრადაც არ ჰქონია 2008 წლამდე ასე მაგალითად საქართველოს შეწუხება, დაპყრობა, განადგურება, რა ვიცი, ოკუპაცია და ასე შემდეგ. 90-იანებში რას ამბობდა რუსეთი, რას აკეთებდა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არა აქვს ნათქვამი, რომ და უნას დამაშნია ზაგატოვკა, საშინაო ჩანაფიქრითო, საშინაო დავალება გვაქვს, ხო, გასაკეთებელიო. ჩვენო დიდი ხნის წინ ვემზადებოდითო და ეს ამბობს ტყუილს, რომ რუსეთი ფიქრადაც არ მოსვლია ეს ყველაფერი. უცხოურმა აგენტურამ, დასავლური აგენტურა იგულისხმება, რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, ანუ უცხოური აგენტურა, დასავლეთის აგენტები თუ გნებავთ, დაუძინებელ მტრად აცხადებენ რუსეთს და ამას უარყოფითად მიიჩნევს, ნეგატიურ ამბად მიიჩნევს
ბანდიტი ირაკლი გობახიძე. უკრაინის მოქალაქეებზე რომ საუბრობდეთ, რა თქმა უნდა ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე უსამშობლოებს საქართველოსზე მეტად უკრაინაზე შესტკივად გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული, აი რა სიმდაბიოეა ყველაფერთან ერთად ვის ელაპარაკობს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდის ამბობს ამას, მაშინ როდესაც მოდის ვიხდი გაციებულიც კი არ არის გმირი კაცის ლატარიას ზაალ ლატარიას შვილი დაკრძალული არ არის და აქაც აი სპეციალურად სწორედ ამიტომაც მათ შორის 4-ში აკეთებს ამ განცხადებას, კვლავ ვიმეორებ 7-8 რიცხვამდე 3-4 დღე, ანუ ომის დაწყების თარიღამდე 3-4 დღით ადრე. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით რუსეთის საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად იქცა. არა ბატონებო, რუსეთი ოკუპანტი იყო 90-იანი წლებიდან. და ყობახიძის მამას ეს არ აინტერესებდა, ყობახიძეს ეს არ აინტერესებდა, ივანიშვილს ეს არ აინტერესებდა, პაპუაშვილს, დინარაძეს, კალაძეს, წულუკი, არავის, ვოლსკის არ აინტერესებდა. ამას გავიძახოდით თუ ვამბობდით ჩვენ ყოველთვის 25-27 წუთი დაიწყო უკვე და მე კი ჯერ შუა გზაზე ვარ, მეთქი ვიტყვი ასე. ბუნებრივია რომ ეს ემოციები სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისაგან არის დაცლილი და ძღებდი არაერთხელ დაამტკიცეს, თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. თქვენ რატო არ იქეცით რუსოფობებად, თუნდაც თუ ფობიაზეა მაინც და მაინც საუბარი 2008 წელს. გაანებეთ თავი ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ უშუალოდ და ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად, რატომ არ იქცა რუსოფობია, ალბათ ხმამაღლანა თქვენი სიტყვა რუსეთის კრიტიკოსებად ამ ხნის განმავლობაში, ამ 18 წლის განმავლობაში. სად იყო 90-იანებში კარგით ფულს აკეთებდა, 2000-იანებში კარგით რაღაცას აკეთებდა, რა სად იყო ივანიშვილი? ერთხელ ამ ხნის განმავლობაში ერთი კინკილა განცხადება ანტირუსული, რუსეთული, რატომ არ გაუკეთებია, ვიდრე გაიშვერ ხელს სხვისკენ, მანამდე ის ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. ესენი საკუთარ თავს სწორედაც რომ არ უღრმავდებიან. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ, ნუ უკრაინაა მათი სამშობლო? კითხულობს ყობახიძე ბანდიტი. ლოგიკურია თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მოხდარიყო. კი ბატონო. და თქვენ როდის ჩამოგიყალიბდათ? აი, ამათ ჩამოუყალიბდათ თუნდაც გვიან. თქვენ როდის ჩამოგიყალიბდათ ანტირუსული განწყობები 2008-ში? 2008 წელს რამდენი წლის იყო ირაკლი გობახიძე? ჩავხედოთ ვიკიპედიას და ვნახოთ, სრულწლოვანი ნამდვილად იყო. ბოდიში უკაცრავად დიუსელდორფში სწავლობდა თუ სადღაც იქ-ისეთ ადგილას მუშაობდა, სადაც განცხადების გაკეთება არ შეეძლო. კარგი, 2010-ში, 2012-ში ის ხო აღარ მუშაობდა, ის ხო ქართული ოცნების კლერკი იყო იმ ხანად. როცა პირველი თაობის ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ალასანია, უსუფაშვილი და ასე შემდეგ, კლერკ ირაკლი გობახიძეს, რომელიც ფეხდა ჰყვებოდა, ვისაც დაჰყვებოდა, კი ვიცით ჩვენ დაუდოდა რომ კარიერულ საფეხურებზე წინ წაწეულიყო, უკვე პოლიტიკოსად რომ ყალიბდებოდა ირაკლი გობახიძემ, კარგი 2012 წელს ის დავარებო, 16-ში ხომ ოფიციალურად შემოაბიჯა და იყო პარლამენტის თავმჯდომარე, იყო რაღაც პარტიის ლიდერი, ახლაც არის და ასე შემდეგ. ერთი ანტირუსული განცხადება გაუკეთებია, განელდა 2008 წლის ამბები. ესეა ეს, ახლა განვაგრძოთ. კონკრეტული ფაქტები დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველა ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასათვის, ანუ გადაკიდებულნი არიან ელენე ხოშტარიაზე. ელენე ხოშტარია მის სიმაღლედა და უდრეკობისა, რომ აი გაარეკა ირაკლი გობახიძემ. რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე, აბაზე გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვს რუსოფობ პოლიტიკოსებს, NGO-შნიკებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ფიქრობს, ანუ მეორე, მეხუთე, 25 საკითხზე ყურადღების გადატანის მცდელობაა ეს. ფიქრობ, რომ საკითხი, რომელზეც ახლა მსჯელობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, დამატებითი განმარტებას არ საჭიროებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, უდიდესი უმრავლესობის გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ, ნებისმიერ ფასად, აქაც საკვანძო სიტყვა, ნებისმიერ, არა, ეს დაკვეთა არ აქვს საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის არც საქართველოს დღევანდელი ბანდა ხელისუფლების ამომრჩეველს, რამდენიც არის რაღაც 1.100.000 თუნდაც ან 700.000 თუ 800.000 რეალურად, ხო, არა აქვს ეს დაკვეთა. ნებისმიერ ფასად დაიცავით მშვიდობაო, არ დაუკვეთავს ეს არავის მათთვის. დაიცავით ქვეყნის თავისუფლება. ნებისმიერ ფასად. აი ეს დაკვეთა კი არსებობს
და არავითარ შემთხვევაში არ არსებობს ეროვნული ეგრეთ წოდებული ღირებულებების მესამე პუნქტად ასახელებს დაცვის დაკვეთა არც მანამდე საარჩევნო პერიოდში ეროვნულ ღირებულებებზე ყურადღება აუმახვილებიათ ალბათ, მაგრამ ესოდენ დიდი მნიშვნელობა ყალბი ეროვნული ღირებულებებისათვის, ხინკალს რამდენი ნაოჭი ექნება და კუჭი ექნება სანტიმეტრნახევრიანი თუ 8 მილიმეტრიანი, ხო, 15 მილიმეტრიანი თუ 8 მილიმეტრიანი, ამასთან დაკავშირებით მე ვუტრირებ ცხადია, მაგრამ მაინც. თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოება უნდა იმსჯელოს. დავსვათ კითხვა. სათავარ მსჯელობთ, აგე ყველა ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ deep state-ია და ეს deep state-ს რამე გეოგრაფიული განსაზღვრება აქვს. არის სადღაც ოკეანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადღაცა პატარა რაღაცა 7 კვადრატული კილომეტრი ნაწილია ევროპის შუაგულში, აღმოსავლეთით, დასავლეთით თუ სადღაც დანიის გრენლანდიასთან რაღაცა პატარა ყინულოვანი აისბერგია. მე გეკითხებით, რა არის ეს deep state-ი, როგორც ასეთი სამშობლოდ არ არსებული ორგანიზაციის, არ არსებული რაღაცა სტრუქტურის, არ არსებული ქვეყნის წარმოსახვა და ეს წარმოჩენა არის ცდელობა brainwashing-ისა. თქვენზე ზეგავლენის მოხდენის აოხრა მაგარი ვარ, აგერ ამდენი სიმართლე ვილაპარაკე და აქ-აიქ გაურიეთ ყვილები. FSB-ს პეტროვმა დაწერა ეს განცხადება, კიობახიძის გაუგზავნა და იმანაც ატატუნა თავის თითები. ძიმე ჩასვა ისის რამდენიმე განსხვავება შორის არა სწორად. როდესაც სამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობია ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა. ფიქრობს საზოგადოება ამ ლოგიკურობას, ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის. ხო, ეხლა ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ და ისევ აბრალებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას 2008 წლის აგვისტოს ომს აბრალებს საქართველოს და ტერიტორიების ოკუპაციას ნაციონალური მოძრაობის დანაშაულად მიიჩნევს. უარყოფს თავიდან ბოლომდე, რომ ანტირუსული განწყობები იყო ყოველთვის, ანტირუსეთული განწყობები იყო ყოველთვის ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის 8-დან 8-მდე მით უფრო და მათ შორის ამ ხელისუფლების დროსაც, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და წავიდა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2019 წლის ივნისის 20-ში, როდესაც გავრილოვის ღამე მათ შორის მისი და ზაქარია ქუცნაშვილების და სხვების და კიდე სხვების თანამონაწილეობით შედგა, როდესაც ჩამოაბრძანეს გავრილოვი და ჩააგდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხაზგასმით ვამბობ, იქ სადაც ცუდი თუ კარგი, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები ისხდნენ, გემუდარებით მართლა გუბასანიკის არ იყოს ფიზიკურ სავარძელზე თუ გაამახვილებს ყოველდღიურად ის ხომ გატანილია და გადაგდებულია, რაშიც რომელსაც მოიხმარდა ხოლმე პრეზიდენტი გამსახურდიაო, ეგ არ მითხრათ. გარე დირექტივაზე ამახვილებს ყურადღებას. ანუ დასავლეთმა ჩაგვთო ომში და რაღაც სისულელეები. უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებს რაღაც პარალელებს ქართულმა აგენტურამ, რომ რუსეთი ტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა რაც და ასე შემდეგ. ხო, 2008 წლის ოკუპაცია ქართულ მხარეს ბრალდება მორიგ ჯერზე. გავრილოვის ღამე კვლავ გეტყვით, რომ მიჩქმალულია. გამოყენებულია ტერმინი რუსოფობია, როგორც ასეთი, რაც არის თავიდან ბოლომდე კრემლისტური FSB-შნიკური, მე ესე ვიტყოდი, ტერმინი. არსად ამ სიტყვას, ამ ტერმინს არ მოიხმარენ დასავლურ სამყაროში, მოსკოვში ცხადია საუბრობენ რუსოფობიაზე, პუტინი საუბრობს უშუალოდ და აქ კი ეს თმა გაწეწილი პუტინისტი კაცი. ხო, იყენებს ტერმინს სამხრეთ ოსეთი, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, რომ ვიცოდეთ. იმიტომ რომ არ არსებობს სამხრეთ ოსეთი. დე იურე არ არსებობს, თორე ეხა პაპუაშვილს თუ უნდა ყურში უჩურჩულოს ხოლმე მაინც და მაინც. გლობალური ომის პარტია და deep state კვლავ ამაზე ამახვილებს. მოკლედ, არ გაგივა, ეტა не пройдет შენ ენაზე, ბიზნეს ენაზე ვამბობ. ეს არ გაგივათ. ტყუილი ამბავია. წესითა და რიგით, არა თუ 35 წუთს აგე ამოიწურება. არამედ საერთოდ წამნახევარსაც კი არ უნდა გითხოვდეთ თქვენ.
ადამიანი, მაგრამ იქნება და იმ გზააბნეული ცხოვრებისათვის, რომლებიც გიჯერებენ და კონსტატურად შეადგენთ ხოლმე თქვენ ტექსტებს, განა არა საკუთარივე თქვენივე FSB-ს კურატორების მეშვეობით, დახმარებით, გამოყენებით, იმათმა შეიძლება დაიჯერონ და სწორედ მათგან ერთი კინკილა მოქალაქისთვის ვამბობ, რომ ამბობს კობახიძე ბრჭყალებს შიგერ ნამდვილ სიმართლეებს, განა არა, მაგრამ როგორც FSB-ს გამოცდილი აგენტი და მე უკვე მომავალში ვაპირებ გავაკეთო ერთი ვიდეო ბლოგი ჩემი ვერსიით, როდის დაიკერა კობახიძე პაპუაშვილის ხვები გერმანიაში განათლება მიღებულები, როგორ დაკერეს და ვინ დაკერეს, ვინ და როგორ მიიმხრეს, ამაზე გავაკეთებ ვიდეო ბლოგს, როცა იქნება მაშინ და ირაკლი კობახიძე სწორ რაღაცეებს ამბობს, მაგრამ სპეციალურად ესე ვიტყვი, ჩაუფენს ხოლმე, მიაყოლებს ხოლმე FSB კგბ-შნიკურ გზავნილებს, იმიტომ რომ თქვენ აგიბლიოთ გზა. ამდენი ადამიანი დავკარგეთ, იმდენი სოფელი დაიკარგეთ, ყველი არ არის სიმართლეა, მაგრამ ეს ყველაფერი დააკეთა, ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ გითხრათ მე რომ საქართველოს ომი დაიწყო და იქ ხო დაიჯერეთ და ესეც დაიჯეროთ. ეს გამოცდილი FSB-შნიკების ნიჭიერი კაცია. Одаренный ты человек, Ираклий Георгиевич, მაგრამ ვრაკტი на самом деле. ნიჭიერი კაცი ხარ შენ, ირაკლი გიორგის წევ, მამის სახელით არ მიმართავენ ქართულში, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, მაგრამ რეალურად მტერი ხარ ამ ქვეყნის, ისევე როგორც ბევრი, კი არა პრაქტიკულად ყველა შენი თანაგუნდელი. ნახვამდის.